თხელი მასა ეს უზმოდე უნდა დალიო დაახლოებით 20 ml 20 მილიგრამი ესე გააწურეთ აქ დგომამ გაიარა მეგობრებო მაგრამ ამ ჯენჯილს თქვენ რა შვები საერთოდ ადამიანმა თუ იცის ჯენჯილის გაკეთების ისტორია რატო აქ დგომის დროს კეთდება ეს ჯენჯილი ეს არის სიცოცხლე მეგობრებო ახალი სიცოცხლე ეს ჯენჯილი მეგობრებო ჩვენი ორგანიზმისთვის ჩვენი ჯანმრთელობისთვის მართლა ახალი სიცოცხლეს აძლევს დღის ვიდეოში გეტყვი ეგეთი რაღაცები შეიძლება თქვენ არ მოგისმენია ამ ბალახის შესახებით ეს ჩვენი კანისთვის სასწაულია მეგობრებო არა აქ მეშინობა კანი გარეთ არის თუ კანი შიგნით არის განსაკუთრებული ეგეთი ადამიანებისთვის ვისაც აწუხებს წყლული კუჭნაწლავის წყლული ან კუჭის წყლული იმ ადამიანისთვის ყოველდღე მაგის მიგება 20 გრამი 20 მილიგრამი წვენი ყოველდღე თუ დალევს ეს პრობლემა წამლის გარეში გაიგონება თუ ნებისმიერი დროს გარეთ კანი დაიწვა ანუ დამწვარი კანის გამკურნებისთვის აირვედაში იქენებენ ჯენჯილის მაგისი ფქვნილიც იქენებენ და მაგისი წვენიც კანის სიჩიმთლე მეგობრებო კანი რო გაწითლდება ნებისმიერი ადგილზე ტოპიურადაც შეიძლება გარედან მაგისი წვენის ბამბით გაკეთება იმ ადგილას ან შიგნიდანაც რო სამუდამოდ თუ გინდა ის პრობლემა გაიგონოთ თუ გაჭუხებს დიაბეტი დიახ მეგობრებო დიაბეტისთვისაც სასწაულია დიაბეტიანი ადამიანის ინსულინი რეზისტენტობა პლუს სენსიტიური რო გახდე ინსულინი ანუ პენკრიას ინსულინის სენსიტიური რო იქნება ადვილად გამოიყოფება და თავის საქმე ადვილად გააკეთე მაგისთვის დაგეხმარება ჯენჯილი მეგობრებო ახალი სწრაფი სიცოცხლე თუ გაჭუხებს ართრაიტისი ტკივილები საქცრების ტკივილები მაგისთვისაც შეიძლება ჯენჯილის წვენის 20 მილიგრამის დღეში დალევაც და თქვენ ნახავს 2 თვეში სასწავლის შედეგი ადამიანი ვისაც აჭუხებს ენიმია გენეტიკური ან ნებისმიერი დროს ცხოვრებას ნებისმიერი დროს შეიძლება ადამიანი გახდე ენემიური ეს ამას ეძახიან მეგობრებო მწვანე სიცხლი აქ არის ქლოროფილიც დაეხმარება ენემიის პრობლემის მოგვარებაში ნებისმიერი დროს როცა აჭუხებს კუჭნაწლავის ანთება ulcerative colitis მაგ შემთხვევაში ვიტგრას ქვია მაგას ინგლისურად მეგობრებო მაგის წვენი არის სასწავლი კვლევები არის ჩათარებული ნებისმიერი ადგილზე ანთების პროცესს ბუნებრივად ჩამწყნარებ თავარი ვისაც აწუხებს კიბო ცუდი დაავადება და აკეთებს წამლები და ქიმიები ქიმიოთერაპია რო ეძახიან მეგობრებო იმ ადამიანმა აუცილებლად უნდა დალიო რადიაცია რო აძლევს ქიმიოთერაპია მაგის რისკებს სიამცირებ ჯენჯილი პლუს ადამიანი ვისაც უნდა დეტოქსიფიკაცია ჩვენი გვიძლი უფრო სწრაფად აკეთებს დეტოქსიფიკაცია თუ დალევს თქვენ ყოველდღე ჯენჯილის 20 მილიგრამი წვენი ასთმა მეგობრებო თუ აჭუხებს ადამიანს ასთმა იმ ადამიანისთვისაც სასწაულია პლუს ალერგიული სეზონი რო იცვლება ალერგია რო აძლევს ადამიანს იმ ადამიანმაც აუცილებლად უნდა დალიო ჯენჯილის წვენი ხოდა მეგობრებო ერთი ჯენჯილი რამდენი სასარგებლო ნივთიერებები შედის B კომპლექს ვიტამინი ქლოროფილი არის სიცოცხლე იმიტომ აქ დგომის დროსაც კეთდება ეს ეხლა როგორ უნდა გააკეთო მაგის წვენი ეხლა გაჩვენე ჯერ უნდა მოჭრა ესე მოჭერით ცოტათი ზევიდან ბლენდერში ესე
ესე ერთადაც შეგიძლია გაკეთება, ერთად გააკეთე და მერე კინულებში შეგიძლია მაცივარში შეინახო და 1-2 კინული ყოველდღე ჩააგდეთ, მერე წყალში, რომ დალპება, მაგის წვენი მზად არის. ესე რომ გააკეთო. ჯერი ძევიდან. ესე ერთხელ კიდე გაკეთდება და მეორე თეფშიც ისევე შეიძლება ერთ კვირაში კიდე მოდის, ანუ 2 თეფში იყო სულ და შეიცვალე. თელი წელი შეიძლება მაგის დალევა. ეხლა ეს არის წყალი. ამას მე აქ არის წყალი მეგობრებო. ცოტა მეტი წყალი შეიძლება, იმიტომ ეს ცოტა მეტია. ამას დავაფარებ. ეს იყოფა მეგობრებო, ნახე, ესეთი სხელი მასა 20 ჯოგი ადამიანს გულის რევის შეგრძნება შეიძლება მისცე თავიდან. ეს უძმოდ უნდა დალიო დაახლოებით 20 ml, 20 მილიგრამი. ესე გააწურეთ. აი ესე. ეს ნალექი დარჩა. ეს სუფთა წვენი ნახე. ეგეთი სუფთა წვენი გამოვა და 20 მილიგრამი მაქსიმუმ შეიძლება ერთი დალევაში. ყოველდღე ერთხელ უნდა დალიო და მაგისი სასარგებლო კიდე შეიძლება მეგობრებო, დიდი ვიდეო იქნება. გააზიარეთ აუცილებლად მეგობრებში, გამოიწერე არხი. ეს სასარგებლოა ძალიან, არ გადააგდო, ეხლავე შეგიძლია დაიწყოთ მაგი დალევა და მალევე სასწაული ეფექტი იქნება თქვენი ორგანიზმში. კარგად და ჯანმრთელად.